უსამართლო და შეურაცხმყოფელი ასე შეაფასა სინდისის პატიმარმა მზია ამაღლობელმა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესი, სადაც მას პოლიციის შენობის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გააკვრას ედავებიან. ადმინისტრაციული პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, ახლა კი უკვე მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობენ, სადაც ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნას ედავებიან. ამ საქმეში დაცვის მხარის მოწმეებს უსმენენ, დასრულდა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა, რომლებსაც ადვოკატები ცრუ მოწმე პოლიციელებად მოიხსენებენ. ჩვენება ირაკლი დგებუაძემაც მისცა წინასხდომებზე, რომელმაც სილის გაწვნისას განცდილ ტკივილზე ილაპარაკა. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეა უკანონო პატიმრობაშია, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. თამარ დემეტრაშვილი ადევნებს თვალყურს, ჩვენი კოლეგა ამაღლობელის პროცესს დეტალებს ამ პროცესის შესახებ მისგან მოვისმენთ. სისხლის სამართლის ეპიზოდზე მზია ამაღლობელის პროცესი სულ რამდენიმე წუთის წინ განახლდა და ამ ეტაპზე სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს უსმენს ჯაბა ანანიძე, გამოცემა ბათუმელების ჟურნალისტი იძლევა ჩვენებას ამ წუთებში სასამართლოს წინაშე. მანამდე კი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა განხილვა მეორე ბრალდებაზე, რომლითაც მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ შენობაზე სტიკერის გაკვრას ედავებიან. სხდომაზე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა ჟურნალისტმა. მზია ამაღლობელმა თქვა, რომ ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან ედავებიან ქალაქის იერსახის დამახინჯებას და ეს იმ დროს, როცა ჟურნალისტის თქმით თავად არაერთხელ მიუმართავს ნებართვისთვის, მუნიციპალური ორგანოებისთვის სხვადასხვა საკითხზე. მზიას თქმით სტიკერის გაკვრა, რომელიც მალევე მარტივად მოაშორეს კედელს, არაა სამართალდარღვევა და ეს მისი ქმედება სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში. არ მაშინია სამართალდამტოვარ თავი, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სტიკერის გაკვრა იმ შინაარსის გავრცელება კი არ ხონდა შემთხვევა მნიშვნელობა, თან იფიცება საქართველოს ძალიან ეთნოგრაფიული მესიჯი. ეს გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა იმ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ გააკეთეს. ერთ შემთხვევაზე სტიკერის გაკვრა მეორე დრო მასამართლებელ, ეს სამართლო მინაშია და მინდა იცოდეთ ეს. სხდომაზე დღეს პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, ისმოდა დარბაზში მყოფთა აღშფოთების შეძახილები, ამის საფუძველზე კი მოსამართლემ ერთმანეთის მიყოლებით აძევებდა მოქალაქეებს. მით უფრო რომ დაცვის მხარის შუამდგომობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, დაცვა ხანდაზმულობის მოტივით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვდა. როგორი პოზიციიდან გილაპარაკებთ ზე ხო ხედავ? ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს სასამართლო მხარეთა ახსნა განმარტებები მოისმინა. მორიგის სხდომა კი 18 ივნის 13 საათზე ჩაინიშნა და მასზე უკვე მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყება.